მოგესალმებით, მე ვარ მაგდა იმერლიშვილი და თქვენ მოხდით ჩემ არხ მაგდალინაზე. და ეს იქნება ძალიან საინტერესო ვიდეო იმ მხრივ, რომ რამოდენიმე რამ მოხდა ამ კვირაში ერთდროულად. პირველი ის, რომ dating show-ში მიწვიეს, საიდანაც პირველი ტურის მე რიგროვე გამოვარდი. ამ და ამ ვიდეოზე და ამ შოუზე კონკრეტულად რაღაცებს ნახავთ ალბათ, როდესაც ეს შოუ დაიდა, მე ვილაპარაკე უბრალოდ გაჩვენებთ რამოდენიმე ნაწყვეტს, როგორ ვემზადებოდი, როგორ გამოვიყურებოდი, რომ წავედი და როგორც ზაფხულის ბოლომდე არც ერთი კადრი არ დაიდება. ასე რომ ფიზიკურად არაფერი არ არის რომ გაჩვენოთ. მეორე რაც მოხდა, ეს არის ის, რომ ვიყავი არიზონაში, ფენიქსში, Forbes Under 30 კონფერენციაზე, ჩემ ორ მეგობართან ერთად და ეს ტრიპი დამთავრდა იმით, რომ გონი ერთს აღარ ვემეგობრებით. და ეხლა დაწვევით მოგიყვებით რა მოხდა, იმიტომ რომ ნახავთ ამ კადრებზე, კადრებში ეს ყველაფერი არ ჩანს, მაგრამ დრამაში ჩაგახედებთ უბრალოდ. რა ხდება? მოკლედ, ჩემი დაქალი წვდის ყო უბრალოდ კარგი ნაცნობია, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ფაკულტეტზე ვსწავლობდით, რამდენიმეჯერ შევხვედრილი ვართ, მაგრამ ახლო მეგობრები და რაღაც არ ვართ. უბრალოდ ამ დაქალმა მომწერა და მითხრა, რომ ჰეი, ბილეთები მოვიგეო, რომ Forbes-ზე წავიდეო, იმიტომ რომ ძვირი იყო ძალიან ბილეთები, მაგრამ ამას უფასოდ მოიგო 2 ცალი ბილეთი, ან თვითონ და პლუს 1. და ვიციო რომ შენ ძალიან ბევრს მოგზაურობო, ყოველთვის ბოლო წუთსო თანო და მარტო არ მინდა წასვლა, ხო არ გინდა წამოხვიდეო. მეთქი რატომაც არა. მაგრამ გეუბნებით ეს ყველაფერი მითხრა შაბათს დილით და ორ შაბათს რეალურად ან კვირას საღამოს ჩვენ უკვე ყოფილიყავით ფენიქსში. და რო გადავხედე მეთქი უყურე ეხლა ზუსტად 2 დღის წინ ვიყავი ჩამოსული ნიუ-ორლეანიდან. ეხლა მეთქი რა უნდა ჩავჯდე. უნდა ჩავჯდე მეთქი, ანუ ბილეთები ძვირი იყო რომ გადავფრინავით, ამიტომ მეთქი მოდი road trip მაშინ, იმიტომ რომ უფრო იაფი დაგვიჭდება, მანქანით რომ წავიდეთ, თვითონ არ ატარებს სეზონო, მე ვიქნებოდი ვის მოუწევდა ტარება და მეთქიცი რა why not, მაგრამ მე რო დავფიქრეთ ყველაფრიან ერთად რამდენი ჩდებოდა და რა სწრაფი იყო, თან სამცხური უნდა გამეცნე, რაც იმას ნიშნავს, რომ არ გადამიხდიდნენ ის დღეები. პრაქტიკულად 4 დღეს ვაცდენდი სამსახურში. ძალიან დაბალი საათებით, ასე რომ მეთქი რაღაც არ მაწყობს, ძალიან არასწორი ფინანსური გადაწყვეტილება. და მეთქი, მოდი აბა იქნებ გავიგოთ კიდე რამე თუ უფრო იაფად საცხოვრებას ვიშოვით, მეთქი კიდე დავფიქრდები. ამ დროს ამ ყველაფერს უყვებით ჩემ ძალიან კარგ მეგობარს, ეგვიპტელ მეგობარს, რომელიც რაღაც როიალ ოჯახს ეკუთვნის, რომელიც რეფუჯირიანტ ჩამოსულები ამერიკაში, მოკლედ რაღაცა. და ამან ეს მეუბნება, რომ მაგოს არ ვიცი, მაგრამ ბიჭია ეს. მაგოს კი არ ვიცი, მაგრამ თუ ეკომფორტულებაო და მაგ ბილეთს, შენ ბილეთს მე თუ მომცემსო, მზად ვარ, რომ მამაჩემს დაველაპარაკო და მთელი ჩვენი ტრანსპორტირება, ცხოვრების ხარჯები მე დავფარო. ანუ მამაჩემს ვიტყვი, ფული გამომიგზავნოს და საცხოვრებლის, ტრანსპორტირების, გაზის ყველაფრის ფულს მე გადავიხდიო. მეთქი ვკითხავ, ამან თქვა, კი, ანუ მამან დავფიქრდებიო. მერე ისე გამოვიდა, რომ მეთქი, მთლიანად დაფარული ტრიპი. იქნებ ისე უბრალოდ გავყვე და მე ჩემთვის ანუ სასტუმრო და ვიმუშაო, სანამ ეს ორი კონფერენციაზე არიან. თან ისე გამოვა, რომ არ მოუწევს ამ ჩემ დაქალს ვიღაც უცხობისთან ერთად წასვლა. და პარემ სამი ერთად ვიქნებით მეთქი რა. და ამას ვეუბნები და თან ვეუბნები, რომ იქნებ ნახო, კიდე იქნებ ვინმეს მესამე ქონდეს, ვინმე უარი თქვა წასვლას და მართლა ვიღაცამ უარი თქვა. ამიტომ ჩემ წეშოვა ეს ბილეთი და მე წავედი. მაგრამ რა ხდება? გამოყავს ამ ჩემ ბიჭ მეგობარს მანქანა, ვთქვათ. მოდი დავუძახოთ ჯონი, ხო? ჯონს გამოყავს მანქანა. იხდის ყველაფრის ფულს, გზაში ვართ. ეს ჩემი დაქალი, მაგალითად ელა, ერთი წამი არ გაჩერებულა მთელი გზა. ყველაფერზე იწუნა, რაც კი საწუწუნო და არ საწუწუნო იყო. აბსოლუტურად ყველაფერზე. და ყველაზე იწუწუნი რაზე იყო, იცით? რომ ჩვენი ჯონი ისვენებდა ძალიან ხშირად, როცა მივიდოდით, იმიტომ რომ ეს იყო 10 საათიანი მგზავრობა. 10 საათიანი. და ძალიან იღლებოდა და ჩერდებოდა. იმიტომ რომ ვერც ერთი ვერ შევანაცვლებოთ მანქანის საჭესთან, რამე რომ მختارიყო ინშურენს ან დაზღვევა არ დაფარავდა. ამიტომ და ისედაც არავის არ უნდა მაგ ხლებზე ტარება მანქანის. ანუ მართლა არა, ეს 2 საათი ვიჯექი საჭესთან, უკანა გზაზე რომ მოვდიოდით და იმართლა ტვინი ამეხადა ლამის. თვალები მეხუჭებოდა ფიზიკურად აღარ შემეძლო. და თან ჯერ ხო ამდენს აკეთებს, რომ ყველაფერს ფულს თვითონ იხდის. მერე ის რომ საჭესთან არ გვსვავს და თვითონ გვატარებს. ეს გოგო ყველაფერზე წუნობდა, როგორ მცხვენოდა, იცი, ანუ ვიჯექი რა და თან ეს ჯონი არის ჩემი ძალიან კარგი მეგობარი, აი ძალიან კარგი მეგობარი. და ისე მერიდებოდა სიცხვით საწასულიყავი, არ ვიცოდი რა, თან ვერაფერს ვერ ვამბობდი.
და უბრალოდ ისე მინდოდა მგოგოს ერთი. იქ ანუ იცი რა? ნაჩუქარ ცხენს ყველი არ გაესინჯება თუ როგორც არის. მე რა მომეშალა. მაგრამ კარგი. ეს გონო რომ გზაში ჩემ მეგობრის ოჯახში შევიართ ნევადაშიო ვეგაში. მე ძალიან მინდა. მეთქი, ანუ მაინც ვაგვიანებთ. კვირას რაღაც წვეულება იყო 7 საათზე, მაგრამ ჩვენ 7 საათამდე ვერ ჩავიდოდით ფენიქსში ფიზიკურად. და შემოგთავაზა ამან, რომ მოდი მიჩელის ოჯახთან გავჩერდეთო. თან დავისვენებ, ჩხაპს მივიღებ და შეგვიძლია დავრჩეთ კიდევაც overnight-ო რა და მე დილით ჩავიდეთ ფენიქსშიო. ამან ზაქამს არ მინდა დიდად სხვასთან დარჩენა. და ამ დროს, მაგრამ ანუ მან შევიართ მიჩილის ოჯახში, ყავდა 3 და დედა, მამა და 3 ძაღლი. დავისვენეთ ცოტა ჭამეთ და წამოვედით. ფენიქსში ჩავედით დილის 4 საათზე და ეხა როგორ სიტუაცია სასტუმრო არ გვაქვს, იმიტომ რომ ამის მამამ თქვა რომ იქ რო ჩახვალთო, მიდით რომ სასტუმროს ყველაზე ახლოს იქნებაო და დამიეკერე გადმოგირიცხავთ რამდენი საჭიროა. არ ვიცი რატო ქნამკაცმა რა უნდა და რისთვის, რატო წინასწარ არ დაჯავშნა, მაგრამ ეგრეკნა. ჩავდივართ არიზონაში და რა ხდება? სასტუმროში ადგილი არის არსად ჩვენი კონფერენციის ახლოს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი კონფერენციაზე ჩამოსული, ყველა ადგილი გაყიდულია. ერთადერთი სულ 2 ნომერია დარჩენილი, ყველაზე ახლოს სასტუმროებში. ერთი არის suite, რომელიც კატასტროფული ფასიედო. მეორე იყო ერთსაწოლიანი და like no. და კიდე ესეთი სიტუაცია იყო, რომ მე რომ 15 წუთის მოშორებით და 20 წუთის მოშორებით სასტუმროში გვაქვს ადგილიო, ოღონდ აი მანდაც რაღაც კატასტროფულ ფაზებს თავაზობდნენ და პრობლემა რა იყო, რომ უმეტესობა სასტუმრობის პრობლემა ის ქონდათ, რომ ფიზიკურად რახან დილის 4 საათზე ჩავედით. ვერ წინა დღის თარიღით გვარეგისტრირებენ, იმიტომ რომ უკვე ახალი დღეა. და early check-in დილის 4-ზე არის ყველაზე ადრიანი დროც შეგიძლია სადმე შეხვიდე არის დილის 9 საათი. ასე რომ ყველა უარს გვეუბნება, რაცაც კი რამე თუ ადგილი ვიპონთ, ყველა უარს გვეუბნება და ერთ-ერთი სასტუმრო რაღაც კოლოსალურ ფასად ერთი ღამე დაგვიროვა. კარგი იყო, ძალიან ხოს ანუ რეალურად 20 წუთი იყო ვენიუდან, მაგრამ იმაში გაგმართო ყველა ბარი და ყველა გასართობი ადგილი სადაც უნდა ყოფილიყავით საღამო 7 საათის მერე იყო ჩვენ სასტუმროდან 2 წუთის სავალზე. და რო დავფიქრე მეთქი ჯობია ფხიზლებმა ვიაროთ დილის საათებში კონფერენციის შენობამდე ვიდრე ის რომ ღამით ბარიდან რომ გამოვალთ 20 წუთი გვევლო. ძალიან კარგი იყო. და აუცილებლად ვიზავთ ამ ტრიპს კიდე ერთხელ. და რა ხდება ახლა ამ კონფერენციაზე რო ვართ, ეს ჩემი დაქალი ელა, ასე ვთქვათ, გვაცნობს ვიღაც გოგოებს, რომლებიც იქ გაიცნო. ყველა გოგო აბსოლუტურად იძლევა mean girl energies. აი რო ვცდილობთ მე და ჯონი როგორ მე შევიდეთ საუბარში რაღაცზე, ხო? ძალიან აი თითქოს არ ვარსებობთ. Okay. მე მივიდიოთ ჩემ ხალხს ვეძებ, ესეც მიდის თავის ხალხს და ეს გოგო მთელი დღე ამ გოგოებთან არის. და რა ხდება? მე სასტუმროში რა დავბრუნდით, ამან მოგწერო, გოგოებთან მიდიო სავახში მოდრა და ბოდიში თქვენ ერთ ვერ წამოვალ და მე Yes, please, thank you. და მე ბოლო დღეს ვაპირებთ, რომ ქალაქში უბრალოდ გვევლო მის მაგალითად რომ წავსულიყავთ ვენიუზე, იმიტომ რომ ახალი არაფერი აღარ ხდებოდა. და ხმამაღლავ გიგმოთ თანამწორებს, რომ ქალაქი დაგვეთვალიერებინა და ეს გვეუბნება, ელა რომ აი, მანქანას რო წამოიყვანთ, უბრალოდ მითხარით საღამოს სად იქნებით, იმიტომ რომ მე მთელი დღე ვენიუზე ვაპირებ ყოფნას მეთქი. აუ, რა ბედნიერები ვიყავით. თან ჩემი მეგობარი მეუბნება ჯონიო, მე კიდევ კაი, რო არაფერი არ უთხარი არ დაპატიჟეო. მეთქი, ნუ არ დამჭირა დაპატიჟება, იმიტომ რომ თვითონ მითხრა რომ არ უნდა წამოსვლა, იმიტომ რომ გოგოებთან ერთად უნდა რაღაცები გაკეთება. მაგრამ აი, ყველაზე მეტად რაც არ გვინდოდა ეს იყო უკან წასვლა. იმიტომ რომ უკან კიდე გზა გქონდა 10 საათიანი. რაც იმას ნიშნავს, რომ კიდე 10 საათი წუნის ხმის გაგება მოგვიწევდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ამას მენეჯერმა დაურეკა თუ რაღაც არ ვიცი, ტიდი მთელი ცრემლები ჩამოდიოდა, რომ მგონია რომ ძალიან შეეშინდა, რომ მგონი სამსახურიდან აგდებდნენ თუ რაღაცა სისულე, არ ვიცი ბოლომდე რა მოხდა, მგონი დატოვეს ბოლოს სამსახურში, არაფერი ეგეთი კატასტროფა იყო, მაგრამ დილიდანვე დაჯავშნა ბილეთები და დილის 8 საათზე უკვე იყო აეროპორტში. და ამ დროს მე და ჯონი წყლად და გავუდექით ნელა გზას. და წინ საღამოს ბარი რა თქმა უნდა ვაპირებდით რომ ღამის 9-ზე წამოსულიყავით უკვე ყველაზე გვიან 9-ზე, ვაპირებდით რომ უკვე გზაში ყოფილიყავით, მაგრამ არ გამოვედით ბარიდან დილის 4 საათამდე. დილის 4 საათამდე. სად ვიყავით? გეი ბარში. ყველაზე კარგი ბარი იყო, რაც კი ცხოვრებაში მინახე. უგემრიელესი საჭმელი იყო ჩვენ უკან Taco Truck.
ძალიან reasonable ფასებით თან ერთი ბურიტო ღირდა $11. და აი მხოლოდ ჯონი გემრი რაღაც ბურიტო იყო ძალიან გემრიელი არა და ეგეთ ადგილებში რომ შევიდიო ხოლმე ყველაფერს ისეთი კოლოსალური ფასები ადევს რომ ფიზიკურად ჯობი არ გშიოდეს. იდეალური კოქტეილები, ყველაფერს კაი იქნება, ყველაფერს კარგად ქონდა ყველაფერი და არ გეგონა რომ გატყუებნი ფასად რასაც იხდიდი, ძალიან კარგი კარაოკე, აი არ ვიცი. და მე იყო დედაჩემის დაბადების დღე რომ ჩამოვიდი ზუსტად იმ დღეს. ამიტომ ეხლა დატყვით ყველაფერს რაც გაჩვენებთ. და ეხლა მივიდივარ რო ახშა მქონე ჩემ მეგობართან ერთად, იმიტომ რომ ტიპის სახში ჭამა არ შეუძლია. ყოველ დღე გარეჭამს აბსოლუტურად და იმ დროს რაღაცა პიცერიის ჭამა, რაღაც პიცერიაში უნდა ძალიან ჭამა რა და ვიფიქრე ორშაბათი მაინც მკაც კვებაზე ვიქნებდა, მაგრამ გავალ. დავათვალე მეც გავსი ჭამა პიცერიასთან, მე ვარ მძღვალი. რომ მაგან არ გავს. ამიტომ დავიდეთ ხა. რამიდან აპარტიმენტი მაგრამ მე ჩავყარო მანქანაში რაც მაგათან diet coke ავიღო on the way. ეხა ვართ ვახშამზე და მივყვება თავის საშნელი პაემნების ისტორიებს, რომელიც ჩემზე უარესია. რატო, მაგრამ ძალიან მომეწდა ფულის დახარჯვა. ფოტოულტაში შევედი და ახალი ტუჩი საცხი და პრაიმერი ვიყიდე. ასე რომ ხანდახან ხდება, არ ვიცი რატომ, მაგრამ დღეს ძალიან მინდა რაღაცა იჩ მაქვს, რაც ვქია, რაღაც რო გიხანება. ოღონდ ფულის ხარჯვაზე დღეს რატომღაც მინდა დავხარჯო. წავიდეთ ახლა სად მე მიდიარ რა შეცხვარსა მაინც აკვარა მინდა რამე არა ყველაფერი ნაყინი მაქვს არაფერი აღარ მინდა ცემ გონჯობეს სახში წავიდე რაღაც ამბერს და ერთ სამბურტოჩის ხენახო იმიტომ რომ დამის ეგეთი ფერი მგონი ვიპოვნე ოკეი შეიძლება გავამეჩინო მაგრამ ამას გვა wine and shine ფერია ხოშს ელფი ძალიან მომწონს მე ძალიან მომწონს ელფის პროდუქცია დიეთ გამოცდილი არ ვარ ხა გითხრათ რომელი ჯობია და რა არა და რა მე მაგდენი არ ვიცი მაგრამ ელფის რაღაცები ძალიან მომწონს ხოლმე ამას ჯობია უბრალოდ გავხევ აშკარად რაღაცა უფრო ღია ფერი ჩანს ვიდრე აშკარად ფერზე არ ვიცი როგორ ავხსნა, მაგრამ უყურეთ. იმაზე უფრო ღია არის ვიდრე უნდა იყოს. ცოტა არ იყოს ის რა ქვია. გუნად გემტრო ეს $10 არის. რომ ფერი საერთოდ მოდის უფრო მოგიწითელი მეგონა ღვინის ფერი. I'm disappointed. მეგობრებო, ეხლა ამის ხდები რომ წავიდე გადაღებას და დილით გავიყვედე ცხოვრებაში რომ არაფერი არ გამომდის სახეზე 1 2 3 კარმა იგიფიცები სხვა არაფერი თავია შენ თმას და კანს აუცხრო სადმე მიდიხარ ამ სერიოზული იქნება ყველაფერი იდეალურად იქნება ხა თუნდა გავისწორო მე მაგას ვიწევ და გავწყე შავში წავიდე იმიტომ რომ თეთრი არ მომეწონა როგორც გამოიყურებოდა ამ შარვალზე რაც მოსვია მე ხალხო კამერაში ალბათ ძალიან პრიალებ მაგრამ რეალურად მაკიაჟი დაჯდა უბრალოდ აი ხლა ამ შუქზე ჩანვარ ცუდად და ახლა გაჩვენებთ აპირებთ მაგ დავიხვიო და ეს რაღაც მულტი რაღაც მივიღე ასისგან და უნდა დამეხმაროს რომ არ დავიწვათ ამიტომ მის ვაპირებ რომ თმა
ჩავისწორო. ეს გამოვიყურები. და ნახოთ ვინმე ამირჩევს თუ არა. ცხოვრებაში პირველ იქ მივხვდები. მოგეთ შოუ ისე რომ 3 ბიჭი არიან და ვართ 18 გოგოები ხო და ეხლა მაქვს პირველი This thing is not recording. ეხლა მე და ჩემი მეგობარი მივიდივართ პირველ road trip-ზე. არას დროს არ ყოფილვარ მეგობრებთან ერთად, ამიტომ ესე უბრალოდ გადავწყვიტეთ რომ ამდგარ ვიყავით და გაჩვენებთ ჩვენთან vlogs. გავჩენით Shake Shack-ში. რაღაცა საოცრად რაღაციანი milkshake ავიღეთ, რომელიც ღირდა $8 ნამდვილად არ ღირსო. გავჭამთ. გვაქვს პატარა შესვენება, როცა ზურგი გავატკაცნოთ, რომ გზაში გავჩერდეთ ლას-ვეგასში ჩვენ მეგობართან. სახანი დავისვენოთ, ცოტა გავერთოთ და მე გავდივი გზას, იმიტომ დღეს მივხვდი, რომ დღეს მაინც ვეღარ მოვასწრებთ იმ ივენტზე ჩასვლას, სადაც გვაპირებთ ჩასვლას. ამიტომ ეს იდეა გვაქვს. ნახე გაზრდილი. პატარა შესვენება აქ. ჩავასხით. გაზი. რაც საკმაოდ ძვირია ამ ბოლო პერიოდში. და მე გასვლად. He's not happy. I'm working on it. Hey, wanna say anything? Hey guys, how's it going? How are you feeling? I'm feeling good. A little tired from driving. Got my energy drink. This is Alani. Peach. They just got like into like crazy news because somebody died drinking it. Too many of it. Well, the recommended dose is what, 200 milligrams? If you drink like 6 to 10 a day, probably. Yeah, and she was 17 too, which Yeah. they say you cannot be drinking it under 18. So. Yep. My friends literally told me, like, who were dropping me in the summer here and there. They thought like they were apparently like discussing every time they dropped me somewhere if I would be alive or no next morning, because I was just so lost. Like I would going on a random side quest just to not think about it. Something maybe on a Facebook Marketplace they'll find. Ah, this is so beautiful. Oh my gosh, are you kidding me? Stunning. It is gorgeous. ეხლა გვაქვს მეორე გაჩერება და ვაპირებთ რომ ვეგასში მივიდეთ, იმიტომ რომ მეგობარი ყავს ეიბს ვეგასში, რომ მოსკვა რომ ჩემთან გაჩერდით დროებითო. ჭამეთ დალიეთ დაისვენეთ და მე გავაგზავნეთ გზა არიზონაში, ასე რომ მაგას ვაპირებთ გზად უნდა შევერთ ხა ვეგასში. და დავისვენოთ, ხა მშია კიდევაც. წყურია ისე რა, მაგრამ მე არ დაღლი ვარ. თქოს არაფერს არ ვაკეთებ, მაგრამ დაღლი ვარ მაინც. აქვს ესეთი სენდვიჩი, რომელიც უნდა იყოს 8 სახეობის ხორცი, მაგრამ მეეჭვება. ეხლა მივიდივართ ევროპულ მაღაზიაში და იმედი რამე ქართულს ვიპოვე, პორტუგალი და ჭამი რამე. ბეიან დასალევ. Please don't. I don't have money for that. Let's go.
არა He's a უშავს. nice person though. They Look at make that good chocolate. pasta. Oh my god, their tomato რომელიც sauce. ზედარ მეწონა. და გახსნადი ყავა. მე შეცდები რომ ვიპოვნო. So she showed me like a couple of like fronts. that they ფენიქსში have. კიდევ ერთი მაღაზია. I mean, it's just like I heard like მოკლედ ქალაქში ნოჩევსულიყავით ღამის 11-ზე, მაგრამ ეხლა არის ღამის პირველი საათი და ჯერ კიდევ სხვა შტატში ვართ. კიდევ 4 საათი გვაქვს. სასტუმრო ჯერ არ გვაქვს. და ეიბი ცოტახანი გაჩერდა რომ დაისვენოს, დაიძინოს 1:30 საათი, ჩვენ უბრალოდ მანქანაში ვიჭერთ. ახლა გავჩერდ საფრთხეში გადმოვედით, სანამ მან გაიღვიძა რომ შემდეგ აქვს კონტაქტები გამოსაღები. თან გვინდა ბოლო წუთში შემოსულიყავით და იმედია წავალთ და ვიპოვნით რომ ეს და დავიძინოთ, იმიტომ რომ კვდებით, უბრალოდ ისე დაღლები ვარ სულ. Rotsepinasvale. Volgende kan we gaan. Nagħad rawi ponet. Aj saparati film dan wis għaxot. cannot stay in the lane. His wobbly. I fear that he might be intoxicated or driving under the influence. Okay, can you tell me the color, make, and model? შორის აი ამ კადრსაც ვხედავთ, ის არის რომ გზაში მოგვიწია რომ პოლიცისთვის დაგვერეკა, იმიტომ რომ წინ მომოძრავე მანქანა აშკარად იყო მძღოლი რაღაცის ქვეშ, ან დალეული, ან დაბოლი ან რამე ეგეთი, ამიტომ პოლიციას დავერეკეთ, იმიტომ რომ მანქანა ძალიან ყაყალებდა გზაზე, მარჯვნივ გადადიოდა ძალიან ბევრჯერ და თან ისეც ჩქარდ მიდიოდა ვერ ვეწევოდ ფიზიკურად, ამიტომ პოლიციაში დარეკა ჩემმა მეგობარმა, რომ გაიფრთხილებინა, რომ აი ეს და ეს მძღოლი, ეს და ეს გზა აი ამ გზაზე არის და რომ შეამოწმონ, რომ მართლა მთვრალია თუ უბრალოდ გიჟივით ადარებს. არჩევთ კიდე 2 საათი გვაქვს. ახლა ყავა მოგამ. საშინელი ტკბილი ყავა. საშინელი გემოა აბსოლუტურად, მაგრამ როცა ყველაფერი გკივა, აბსოლუტურად ყველაფერი თქვენ ვეძამთ, ეს ყავა რა გემრიელია შენება მწუხოს, მაგრამ ისი საჭიროა. Sanki ama graz gemo, karamel smaku, მაგრამ ყველაფერს გემო გამიმდა რა. ღირდა, არ ვიცი. სამსახურს ვაცდენ. იცემ თუ შემოფროსებმა არა. ახლა მოკლედ რომ მოგცეთ შპილი რა ხდება აქ. ეიბის მამამ სუმა გადაიხადა ეს ამ ყველაფერს, ხო? ამ რეალურად არ იცის რომ ჩვენც მოვყვებით. ანუ გონია მარტო იხდეს თავისი შვილისთვის. ამ ყველაფერთან ერთად ამ ის მამამ უთხრა რომ მიხვალო. ადგილზე რომ ჩახვალ მიდ სასტუმროში და მითხარი რამდენი გადავიხადო, ანუ წინსა არ დაჯავშნა, არ ვიცი რატომ, მაგრამ წინსა არ დაჯავშნა. ხო და ეხლა ჩამოვედი ღამის 3 საათზე მოხდათ. რომელ სასტუმროში არ დავერეგეთ? ყველა სასტუმროში გონია არ არის. მარტო ორმა თქვა რომ გვაქვს ადგილიო, ეხლავე რომ შეგიშვათო, ანუ ხვალ შუა დღემდე არავინ არ გვიშვებს. და ორმა გვიხე გვაქვსო, აქედან ერთმა მარტო ერთი საწოლი გვაქვს, ამიტომ ჩვენ არ გვაწყობს. მეორემ რა ქვია $550 დაგიჯდება თუ ტაქსებიანა და ერთი ღამეო. ხო და ეხლა გარეთ გავარ ველოდებით. როდის დამთავრებს ევი ლაპარაკს ტელეფონზე, რომ მამის ცდილობს რომ აუხსნას, რომ უფრო მეტი ფული სჭირდება ერთი ღამე დასარჩენა სასტუმროში. და ხმას აგილებთ. ციხლები ვართ. Financial independence განაცვალე. Як გათინდა მაგას გავიშლით. მე და კომპენსაციაზე ყოველდღე ვარ ვარიანებთ. Чакони арсობერ მსანი იმაზე არ ჩამას, იმიტომ რომ დაღლები ვარ. ახლა მივდივარ უკან სასტუმროში, გავიცენ ვიღაცებიც მინდა რომ გამეცნო. ახლა უბრალოდ ვწდები იმუშაო და პირველზე მოვალ ლანჩი რომ მქონდეს, თან შესაძლებლობაც იმის რომ ხალხს დავალაპარაკო. და მე რა ნახოთ რა. And they still want you to maintain. დათვრა მე აი ესე აქამდე ვარ უკვე მაგ მდგომარეობაში ვიყო. ამიტომ გადასწორებულად აღარ ველოდებით როდის გამოფხიზლდება რომ სახს აღვყან და ჭამოთ. Club, basically, but it used to გადასწორებულად ჩაგაჩაგინებ ჭამოთ. Clubbing was that casa. აი ჩემ ბურიტო. ები კვდება პირდაპირ მნიშვნელობით. მე უკვე ფხიზალი ვარ. I guess like if you're not doing it with like I don't know, like you're
looking for something. პირველ ბიჭამ სხვადასხვა დღეს იმ ლანჩის მერე არ ჩავშობიჭამი არაფერი უბრალოდ ლანჩზე გავდივარ. უბრალოდ ლანჩი ხონა. Yeah, when you still have like a semester of college. So გენდელი გამოყურება. it's like still getting to know people. Like, have you been to like other conferences or? გვაქვს ბოლო დღე ჩემ იმას შეხედობ რომ თვალს როგორც ჩანს ანუ ის რომ მეკეთა ring ბეჭედი რომ მეკეთა ეტყობა მზესე ჩამეძინა მანქანაზე ღამის 4 საათზე რო ველოდებოდი საწყუნოს და ნახე ყოველ დღე მიწოს მეკეთა ეკეთებ რომ ეს გადავფარო მაგრამ ეხლა ნელა აქ ჩავაწყოთ გუშინ უბრალოდ რა ხდება ისეთები ხდებოდა ხალხო რომ მოგიყვეთ რომ დავჯეწ და მოგიყვეთ ყველაფერი სახში რომ მივა მოვედით რო თავზე Hey, I can't tell. What's it old? Trying to tax. Adet. Asიური სადილად, ის აქვს პიცა და რაღაც. თუ კიდე რაღაცები მაქვს ეს. ეგა ჩვეულებრივ მკვდარი გუშინდელის მერე. მე ნორმალურად ვარ, მართლა გითხრათ, გამოცოცხლდი. არ გამგურებულ ვარ. ყოველს იგივე ბედი არ ეწია. მოდი ეგროლ გავსინჯოთ. კაია. გზავრობთ მანქანით მძღოლის გარეშე. She's super nice too. Well, Let's hear the curb, take a left. ჩვენგან ერთად მიფრინავს ადრე, იმიტომ რომ მე ჯერმა დარეკარო დროზე ჩამოდიო. დანარჩენებიც მივიდეთ, ეს არის ფხიზელი, ну ყველას ამას ვიყავთ ყველა სახში. და მე 10 საათი იუტაში წავიდეთ. გავჩერდით 3 საათი კიდე სახში. ეს აღმოჩნდეთ ერთ-ერთ ბუჟი ადგილას. ბავშვების გასართობი. კონფერენციაზე ვიღაც ინდოელი გავიცანი და ინდური ტკბილები მომიტანა. დიეტა არ მიყვარს მე. ექსპერიმენტები ამიტომ დედაჩემს გავასინჯებია კითხოთ როგორი იყო. წამდგენ მაგ რას უყურებ. სულ მინდოდა ჯალების გასინჯვა. ახლა გავიგებთ რა გემო აქვს. Where's Trisha's address? დედაჩემს დაბადების დღეს უკან. ეხლა მოვიდი Walmart-ში უცებ რომ ყვავილები ვიყიდო. ლამაზად შევხუთო. სახში უნდა გავერბნო ეს ისეთ თავიდან შევხუთო. უფრო ლამაზად ვიდრე ესე. და მე დესერტზე წავიყვანო. ოღონდ სამზე მალდებოდა, მაგრამ დინი ხანი გავჩერდი. უკან ამიტომ ეხლა მოგვიწევს. შუქება. კილოცო დაბადების დღეს. რა ვას დაესწარი?
ვაიმე დადგინდოდა გენაცალოს ზავს დაესწარი სულბედნიერი და ჯანმრთელი. შენ დასაცვაში ვიყ. აუი, რამდენი ხანით სიამოს ვეძებ? მეცალკე საწავე თქო. ვაიმე რა ლამაზი ბუკეტია. მაგდა? ვაიმე გენაცალოს დედა მოდი გოგო. მადლობა გაიხარცავი ამ არა, დვარე მიწაგიყვან და. დედას გავასინჯე. ჩვენი ჯალატო, რომელიც უგემრიელი სხვადასხვაის აქვს. ძალიან გემრიელი გამოდის. არ ვიცი ეს რა არის, მიტოვასგან გემოთი, მაგრამ უგემრიელი შოკოლადია. მოგეწონათ? Yay.